ეს მივდივარ ალაზანზე რახანია ვაპირებდი. მოვედით ალაზანზე მოკლედ და ველოდებით უკვე ჩვენი სანდატრელი თევზების გაფართხალებას და ჩვენც მერე შეუდგებით საქმეს. დღევანდელ თევზაობას გაუმარჯოს, დღევანდელ საღამოს გაუმარჯოს. ბიჭო, აი სიყვარულის დღე არის დღეს რა. საღაპარასეგი ამბობს ჭარარი. აბაჰო. 25 წუთი დარჩა დაღამებამ. მოდი. გაუმარჯოს გოლში ყენცეულს. ეს მივდივარ ალაზანზე რახანია ვაპირებდი. უნდა ვნახო ალაზანი მისი ტურფან ნაპირები. მივდივართ გურჯაანში, კახეთში, ალაზნის პირას. ღამის თევით მივდივართ, შემოკარგებო. უნდა დავიჭიროთ საკმარისად თევზი, რომ კერძები გავამზადოთ. და თუ გვექნა იმის დრო, თუ დაგვჭა იმის დრო, თოფებიც მოგვაქვს და გადამფრენ ფრინველზე უნდა ვინადიროთ და მწყერის რამე კერძსაც შემოგთავაზებს თუ მოვასწარით და თუ მოვახერხეთ. მიყურეთ, გამომყევით, დაალაიქეთ, გამოიწერეთ, ზარის ღილაკი დააყენეთ, რომ ხშირად შეგახსენოთ ხალისიანი ვიდეოების ერბადრისი. აბა დროებით. მოვედით ალაზანზე მოკლედ. აგერ გაიშალა სუფრა, გაიშალა ქართული პურმარილით, ქართული ყველით, ქართული ლავაშით. ნელ-ნელა უკვე ანკესები ჩავდეთ ალაზანში და ველოდებით უკვე ჩვენი სანდატრელი თევზების გაფართხალებას და ჩვენც მერე შეუდგებით საქმეს. დღევანდელ თევზაობას გაუმარჯოს, დღევანდელ საღამოს გაუმარჯოს და ბედნიერად ყველა მეთევზეს, ბედნიერად ყველა მონადირეს და აი ესეც საყვარელ ხალხს გაუმარჯოს ყოველთვის. აი ამ კახეთში, აი ამ ლამაზ გულში საქართველოს. როგორ გავისროლ? დავაი ვისროლ. ჩვენ ახლა სად მივდივართ, ნუკრი? შე უნდა მოვიტანოთ. ბადრი სადარა ხალხენი ინტოს მომოტე ხალხი. ო მიაჩენები. ბიჭო, აი სიყვარულის დღე არის დღეს რა. ხალვაში სიყვარულს გაუმარჯოს. ეცე ბიჭო, ნუ აღარ. დედობრივ სიყვარულს გაუმარჯოს. მეგობრის სიყვარულს გაუმარჯოს და თქვენ გაიხარეთ ჩემო ძმებო. საღაპარასეგი ამბობს ჭარარი. ზეწნამალესი თამასო ფიჭვებით ნამადარი. ერი გულადი პურადი ხო იცი აი ჩვენ საქართველოს გაუმარჯოს, ჩვენს ერთობას გაუმარჯოს, ჩვენ ქართველობას გაუმარჯოს, ჩვენს კახელობას გაუმარჯოს, ჩვენს იმედლობას და ჩვენს მეგრელობას და ჩვენს ქართველობას გაუმარჯოს ერთიანობაში. აბაჰო. დილი 7 საათია და გავამზადეთ უკვე ანკესები, გაამზადეს ბიჭებმა, პროფესიონალები არიან ჩვენ გვერდით და აგერ ჩვენი გიორგიც, აგერ პროფესიონალი მეთევზე ჩვენი დავითი. აბა გითხარი ძმურად, აბა რომელი ასაკიდან, რა ასაკიდან თევზაო? და სამი თვე არას თევზაო, 41 წლის ავარდა. წუხელ ღამე ჩამოვედით, გავაწყვეთ სუფრა, კოცონი დავანთეთ, ცეცხლი დავანთეთ. ცეცხლი დავანთეთ ისედაც, იმეჩი. განწყობითაც, კაი ხასიათზე ყველაფერი. სუფრა გავშალეთ, დავიწყეთ თევზაობის ისა მოთელვა გავაკეთეთ. თევზაობის ქალღმერთის საღიზო დავლიეთ წუხელ და აი ზუსტად
წამოგვეწია იმის სადღეგრძელოების მადლი და ნელ-ნელა რაც დაიჭირეს ბიჭებმა, მაგითი გავაკეთებთ კერძს. დაგველოდეთ, დაალაიქეთ, გამოგვიწერეთ და დავიწყებთ. აჰა. შამაია და მურწა. შამაია და მურწა. რაც არის შამაია და მურწა. კიდევ ერთხელ მოგესალმები, ჩემო ძვირფასებო. სერბადრის გემოლოგი თქვენთან არის. აი ამ ლამაზ სანაპიროზე, აი ამ ლამაზ კუთხეში, ჩვენს კახეთში, გურჯაანში, ალაზნის პირას მინდა შემოგთავაზოთ დილის კერძი. აიმე. როგორი მურწა. თევზის მზად არის და დავამარინადოთ. წაუსვათ სუნელები, მარილი, მშრალი აჯიკა და შავი პილპილი. და მოვაყრით მარილს. ესეთი დავალაგებთ ნაკვეთ ჩხალზე. თევზი შეიწვა. სამწუხაროდ ჩვენი პროფესიონალები როგორც ამბობენ, დღეს თევზჭერა არ გამოვიდა ისე როგორც საჭირო იყო და მანამდე გავსინჯავთ ჩვენ შემწვარ თევზს და გეტყვით შემდეგ ლოკაციას რაც იქნება. აბა გავსინჯოთ. აი. ვახ, შენ გენაცვალე. აპრულია. ჩვენ თევზი. ჩვენი შემდეგი ლოკაცია იქნება გორის რაიონის სოფელი ყელქცეული, ულამაზესი სოფელი, სადაც მოვინადირებთ მწყერს და შემდეგი შეხვედრა იქნება სოფელ ყელქცეულში. დაალაიქეთ, გამოგვიწერეთ, მიყვარხართ. ამ დილით რო ამბობდით გურჯაანში ალაზნის პირას ხო ვთქვით რომ თევზი არ მოდისო და წავედით სანადიროთო. აი ზუსტად მან დავართ ახლა გორის რაიონის სოფელ ყელქცეულში. აქაურ მინდვრებზე, ველებზე უნდა ვინადიროთ მწყერი. და გამოვედით. დავიგეგმებით ახლა აგერ დავითი ჩვენი პროფესიონალი მონადირე გაგვიყვანს ველზე, სადაც შეიძლება იყოს წერი და საღამოს ნადირობას ჩავატარებთ მე და დავითი. დაგვალაიქეთ, გამოგვიწერეთ და ყოველთვის სასიამოვნო რაღაცებს გვირდებით. არა ეს კეხური. ეს ბანანია. ბანანი. რა კეხურა გაიგა. ეს კეხურა. არცეთი არ არის კარგორდი. აი ეს ალამარდია, კეხური. აი ეს რავაჭია. დავი. მოიტანე და გეტყვი. საკაია, ნუ. აი მაგდამი ყავს გორი მე. აბე кайფები. აი ვასი, აი მყალი. აი ქლიავი. წელი გვინახა გორული წყობ წელი.
ისა. რიბაკი ხო ვიყავი ამ დილით, რიბაკი ბიჭი. ეხლა მოდადირე ბიჭი გაყო. ეს არის ანმოკლე ნადირობა, ამის საღამოს ნადირობაა და მაქსიმუმ საათ ნახევრიანია. სანამ ჩამოგნილდება. ეს ვაკი მეტიდო. ვინადირებს და ერთ წელსაც გავსინჯა. შემიძლია ძმაო თამამა თქვა რომ საქართველოს ბოლო კუთხეში კახეთში ვიყავი ამ დილით გურჯაანში ალაზანზე თევზი დავიჭირეთ შევწვით კიდევაც ელცეულში ჩამოვედით და ეხლა ვნადირობთ მყერზე მეტი რავი ეხლა რაც იცის კაცო შეწა წრეზე წავედით ბიჭებო წრეზე Ai, essa problema. ესეც ერთი ოქიოს და 5 წუთი დაგჭა დაღამებამდე. ცოტა თან დაღლის გარეშე. დაღლების გარეშე დავდივართ. და ვინდა რა შეიძლება მეტი ავაფრინოთ რა. ამ 20 წუთში აი სიმინდების გაყოლებაა ირგვლივ. და აი სიმინდებიდან ვეგალავებიან. ოპა. სიმინდებიდან გადმოდის. ვუჰუ! Odi! ბევრი ვიარეთ ძაღლის გარეშე. ძალიან რთული ყოფილა ძაღლის გარეშე ნადირობა და ძალიან ბევრი ვიარეთ და ძლივს მიუსწარი დაღამებამდე და მაქსიმალურად მოვინდომეთ ყველამ ბიჭებმაც პროფესიონალი მონადირე ყავდა ბატონი დავითი და დავით ყველაფერი დაუჯერეთ, გავაკეთეთ ისე როგორც საჭირო იყო და აგეთ ჩვენი ნანადირევით ეხლა რაც თავარია მარილი გავუკეთოთ. მარილის გაკეთება წყელსაც უხდება ჩვენებურად და მე შევწვათ დავაგემოვნოთ. კარგად იშუშოს გემოზე წყერი შეიწვა ეხლა დავაგემოვნოთ გავსინჯოთ დავილოცოთ ამ ლამაზ ოჯახში ვა ძალიან მოგინადირია ბიჭო მოგინადირია საღოთ ელსეულში წყერი წოდნია გეთი რა ვიცი ეს ადგილობრივი ხო მე ტრანზიტი შემოვა რუსული წელი ასე რომ ჩემო ძვირფასებო გვილაიქეთ გამოგვიწერეთ ზარის ღილაკიც დააყენეთ რომ შეგახსენოთ კაი ვიდეოები და ხალისიანი ვიდეოები სერბადრისი ამნაირ ლამაზ ოჯახში ვართ და გაუმარჯოს გოლში ყელცეულს